მარნეულში კომპანია ჩაინა ჯგუფის ორი თანამშრომელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის მონტაჟის დროს ამოთხრილ ორმოში ჩავარდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციის მიხედვით ორივე პირი ჯანდარის დასახლების მაცხოვრებელია. როგორც შემთხვევის ადგილიდან გვაცნობეს, ორი მუშა გათხრილ ორმოში ჩავარდა და ისინი მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ თანამშრომლებმა ორივე მუშა ამოიყვანეს, რომელთაგანაც ერთ-ერთ სამოყვანისთანავე გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. მეორე კი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ავერსის კლინიკის მენეჯერმა მანანა კაპანაძემ აქტუალ ჯისთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩემთან ერთად ორმოში კიდევ ორი ადამიანი იყო ჩავარდნილი. ერთ-ერთი მათგანი კისრამდე მიწაში იყო ჩაფლული. მე თვითონ შევძელი ორმოდან გამოსვლა. დანარჩენები კი ჩემმა თანამშრომლებმა ამოიყვანეს. სამწუხაროდ ის მოგვიანებით გარდაიცვალა. ორმოდან ამოყვანის შემდეგ აქ დაჯდა. ფეხსაცმელი გაიხადა და სახე დაიბანა. შეიძლება ითქვას, რომ გული გაუჩერდა. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, მისი მდგომარეობა უკვე გაუარესებული იყო. შემთხვევა დაახლოებით დღის პირველ საათზე კანალიზაციის სისტემის მოწყობის დროს მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში დაიწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებაც 175 მილიონ ლარს აღემატება. პროექტი აკელიკ ჯგუფს 2021 წლის მარტისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ამ პერიოდამდე ვერ შეასრულა. 2022 წლის სექტემბერში მარნეულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა განახლდა და ამჯერად პასუხისმგებლობა კომპანია ჩაინა გრუპმა აიღო. კომპანიას სამუშაოები 15 თვეში უნდა დაესრულებინა. შესაბამის პერიოდში სამუშაოების მიზნით გზები გაითხარა, გაიყვანეს მილები, თუმცა გარკვეულწილად დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, რაც დროდადრო მოსახლეობის პროტესტს იწვევდა.